გამარჯობა ჩემო მეგობრებო, ჩემო გამომწერებო, მოგესალმებით ყველას. დავასრულე კიდევ ერთი შეკვეთა ვეფხისტყაოსნის მოტივებით დანა. ისეთი გამოვიდა. ესეთი ჩანს ალბათ კამერაში. ესეთი გამოვიდა. აქ შოთა რუსთაველი, აქ ვეფხი დამოყმე. შოთა რუსთაველი წიგნის ხელში. აქ პირზე მომდევნო ილუსტრაციები. დანარჩენი უკვე ქართული ორნამენტიკა, ვაზის ორნამენტიკა. მასალაც არ შეეხება არის NFT ფოლადი, მაღალნახშირბადოვანი ლეგირებული ფოლადი, ანუ გამდიდრებული, როგორც ყოველთვის. ტარის კორპუსი უჟანგავი 28-ია მათიტე და თითბერი, ანუ ლატუნი. ტარის აი შავი ტარი არის ჯიხვის რქა, მოკლონები როგორც ყოველთვის თითბერი. ზომებს რაც შეეხება დანის სიგრძე არის 29 სანტიმეტრი გაშლილ მდგომარეობაში, პირის სიგრძე გახლავთ 13 სანტიმეტრი. ესეთი გამოვიდა ერთობლიობაში. ფიქსატორის პედალი ადაპტირებულია კონტურში. კონტურის ფორმას იმეორებს, ასე რომ ვთქვათ. აქ მინდა რამოდენიმე სიტყვა ვთქვა თვითონ დიზაინზე. როდესაც ეს ამ დიზაინის და ამ თემატიკის დანის წარმოება გადაუწყვიტე მე პირადად და ჩემი პირადი დიზაინია და რასაც ჩემ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რასაც ჩემ გალერეაში ხედავთ, ყველა, აბსოლუტურად ყველა ნამუშევარი არის ჩემი დიზაინი, ჩემი პირადი დიზაინი. აქ არ მოვყვები იმას, რომ მხატვარი ვარ და ასე შემდეგ, იმის გაჭირვება არ მაქვს, რომ სხვისი დიზაინი და ასე შემდეგ დავაკოპირო. ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ამ შემთხვევაში და ვეფხისტყაოსნის თემატიკის დაწყების შემთხვევაში შევარჩიე რამოდენიმე დიზაინი. მაგრამ ჩემი შეხედულებით, ხო, თუ ქართულ და ეროვნულ საგანძურს აღნიშნავს და ეროვნული საგანძურის რაღაცა ელემენტები უნდა დავიტანო ნამუშევარზე, აუცილებლად უნდა იმეორებდეს ქართულს და კავკასიურს. თვითონ ფორმა. აქედან გამომდინარე შევარჩიე კავკასიური ბებუთხის ფორმა. აი იგივე ხანჯალია, ოღონ მოხრილი პირით. აქედან გამომდინარე, როცა დასაკეთს დანას ეხება საქმე, აქედან გამომდინარე თვითონ გეომეტრია დასაკეთსი დანის ადგენს თავის კრიტერიუმებს. დასაკეთსი დანა ზოგადად, როცა მით უმეტეს პირი არის მოხრილი. ადგენს თავის კრიტერიუმებს რა შემთხვევაში. ზოგიერთ შემთხვევაში და რა შემთხვევაში ამ მომენტში და ამ შემთხვევაში. ტარიც უნდა გაიხაროს. ტარიც უნდა მოიხაროს, რომ პირი ჩაიმალოს შიგნით. მე შემხვედრია ისეთი კომენტარები და ისეთი შენიშვნებიც, მაგალითად მიუღებელი.
რომ რატო აკეთებ ყოველთვის მოხრილ ტარებს. ადამიანი ვერ ერკვევა და აქედან გამომდინარე თვითონ როლა სიტყვით ვცდილობ ხოლმე აუხსნა. რომ თვითონ გეომეტრია მოითხოვს, დასაკეცი დანის გეომეტრია მოითხოვს ამას. აი მაგალითად. დააკვირდით სიმეტრიას დააკვირდით. აი ამ სიმეტრიას. აი ეს არის ცენტრი, სადაც პირი მოძრაობს. აი ნახეთ. აი პირი ხო უნდა ჩაიმალოს ტარში. აი ამ შემთხვევაში ითხოვს ტარის მოხრას. აქედან გამომდინარე ეს დიზაინი იმიტომ შევარჩიე და ეს ფორმა იმიტომ შევარჩიე, რომ ქართულ კავკასიურ ფორმას იმეორებს და ქართული და კავკასიური და არა მხოლოდ კავკასიური სოფლიო საგანძურია მე მგონი ვეფხისტყაოსანი და ასეც არის. მაგრამ უპირველეს ყოვლისა ქართულია. ამიტომ შევარჩიე ეს დიზაინი ქართული და კავკასიური ბებუთის ფორმა, რომ ზედ უნდა დატანილიყო ქართული. ჩემო მეგობრებო. აქ როგორც ყოველთვის ჩემი პროფესიული დამღა ვაზის ორნამენტი და რა თქმა უნდა ილუსტრაციების ფრაგმენტები პირზე. როგორც თქვი, ფოლადი პირის მასალა ფიქსატორი ენა და გულდი გახლავთ 8x6 NFT. ეს არის მაღალნახშირბადოვანი ლეგირებული ფოლადი, გამდიდრებული. სიმტკიცე აყვანილია 61-62-მდე. ესეთია. სისქე გახლავთ 3 მმ. ესეთია ერთობლივში. ზოგადად ასეთი შეხედულება მაქვს მე პირადად, როგორც დანის ოსტატს. რომ თუ ნამუშევარი მაგალითად კონკრეტული დანა მოითხოვს და იმეორებს ქართულ ელემენტებს, ზედ ქართული თემატიკა უნდა დაეტანოს. ასეთი მოთხოვნილება მაქვს მე პირადად. სოსი არ ვიცი. აქედან გამომდინარე მე მირჩევნია და ჩემი ერთ-ერთი კრიტერიუმია ის, რომ ქართული ვაკეთო, ჩემი ვაკეთო. ჩემსას გაუსვა ხაზი. ჩემსას ვცე თაყვანი და მე სხვა დანარჩენს. წინა ვიდეოებშიც ნათქვამი მაქვს სხვადასხვა ერებს დიდ პატივს ვცემ და მაგალითად იაპონურ და ჩინურ კულტურას მაგალითად მე პირადად უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი მირჩევნია და მირჩევნია ჩემი ვაკეთო. აქედან გამომდინარე მირჩევნია დრაკონის დატანას და ხვლეგის დატანას. მირჩევნია ჩემი დავიტანო. თუნდაც შოთა რუსთაველი, თუნდაც თამარ მეფე, თუნდაც არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი მეფეები. ეს პროექტი დავასრულებ ამ პროექტს. დავიწყებ ქართველი მეფეების პროექტს. ქართველი მეფეების პროექტი დასრულება დავიწყებ საქართველოს პროექტს, ზოგადად საქართველოს პროექტს. იმიტომ რომ უზომოდ მიყვარს მე ჩემი პროფესია, უზომოდ მიყვარს მე ჩემი ქვეყანა, უზომოდ მიყვარს მე ჩემი წარსული და უზომოდ მიყვარს ის მომავალი, რა მომავლის იმედიც მაქვს. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისათვის.
ყველას წარმატებებს გისურვებთ და გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. დროებით.